დანიელა ჯახაია 6 წლის. Სწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის მსახიობობა, ხატვა, ცეკვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მომწონს მსახიობობა. მე უკვე 1 წელია ვარ მსახიობი. დავდივარ სტუდია ოქროს გაშაღებში. რომ მივედი არავის არ ვცნობდი და ერთი პატარა გოგო გავიჩანი. მე ყველა გავიჩანი და ძალიან კარგი ბავშვები არიან. უკვე 3 სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. მე ვიყავი მოცეკვავე ყვავილი. მე ყვავილებიდან გავარ იაში. იმიტომ რომ 7 ვარ და ისიც 7-ია. მე მინდა ვითამაშო წითელ ქუდას როლი. თუ გინდათ თქვენ იყავით მგელი. სტუდიაში ვსწავლობ ცეკვასაც და სიმღერასაც. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ჩემი მწვანე ოცნება. ჩემი მწვანე ოცნება ცისკენ გაფრინდა. ალუბლების ქუჩაზე ისევ გაჭიმდა. მე მქონდა კონცერტი და ჩანა ძალიან მიხდება. კონცერტის მერე ილონა ბიჩოლა მაჩუკა ყვავილები. მე ვარ კომპოზიტორი და დავწერე 3 სიმღერა. ცეკვაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ყვავილების ცეკვა. კიდე ქართულ ცეკვებზეც დავდივარ მე. ქართული ცეკვებიდან ყველაზე მეტად მიყვარს საჭარული. საყვარელი ილეთი არის ეს. მე ვაპირებ კიდე ცენაზე ვიყო 10 წელი. ერთხელ გასტროლი მქონდა ზუგდიდში. მანქანით წავედი და ძალიან კარგად გავერთე. ძალიან მინდა შემდეგ კონცერტი მქონდეს თურქეთში. ოქროს გასაღებში მყავს 2 მასწავლებელი თამილა ბერიძე და ქეთი გორგაჯე. ორივე ძალიან თბილი და კარგი მასწავლებელია. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი მყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხარული არის მარიტა. ყველაზე ჭკვიანი არის ლიზა. ყველაზე ცელქია დემეტრე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და ყველაზე ლამაზი. პრინცესებიდან მე გავარ ხაბუნჩეს. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის მარინა აბულაძე. იმიტომ მიყვარს, რომ მე მეფერება მეხუტება და კიდე კოჩნის. საყვარელი შეგანი არის ხელოვნება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვხატავ. მე ვიცი ჩიშარტყელას დახატვა, კიდე ლარნაკის ყვავილებთან ერთად, კიდე ვიცი მჟეს და გოგონას. ჩემი საყვარელი ფერი არის ყვითელი და არ მიყვარს შავი. ყველაზე ძნელია აქლემის დახატვა. ყველაზე ათვილი ჩიშარტყელა. მე შემიძლია გასწავლოთ ყვავილებიანის ლარნაკის დახატვა. ჯერ ვხატავთ ლარნაკს, მერე ყვავილებს, მერე ჩიშარტყელას და მერე ვაფერადებთ. მინიმუმ 10 ჯერ გავყიდე ჩემი ხელნაკეთები და ჩემი დახატულები. ჩავიტანეთ ეზოში და ჩემ მეგობრებთან ერთად გავყიდეთ. ზოგი 1 ლარი ღერდა, ზოგი 2 ლარი და ზოგი 50 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ვხარჯავ საჭმელებში, იმიტომ რომ კარგად ვიყოთ. თუათა შორის მეჩვიჭი საჭმელების გაკეთება. პირველად რო გავაკეთე, ვიყავი 4-ში. ის საჭმელი იყო საჭმელი კარტოფილი. მე რო გავიზრდები, ხელფასი მექნება 20,000 ლარი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რო ვიყო სტუდენტი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი დაიკო და თუთიყურში. კიდე მინდა მყავდეს 1 და 1 თეთრი ლეკვე. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, გულუხვი, კიდე ძალიან მიყვარს და ერთმანეთს ვეფერებით. ჩემი აზრით ელენე რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი. მე ალბათ გამოვალ მსახიობი. მამიკო არის სიმპათიური, ძლიერი, ძალიან მიყვარს და ისიც მეფერება.
მას კიდე ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ გონია, იმიტომ რომ თბილისში ტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, გულუხვი, პრანჭია და ძალიან მიყვარს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ დედამიწაზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობდი ბოროტებაში. ჭინა მონაჭილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა ფუმფულა ლეგვი. შემდეგ მონაჭილეში უტოვებ ასეთ შეკითხვაში. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის ჭრიშიბურთი. ჩემი ნება რომ იყოს აგზავნებდი ფეხბურთს, იმიტომ რომ ძალიან ჩელქობენ. მე ვარ კარგი, ლამაზი და პრანჭია გოგო. მე ვიპრანჭები ასე ვდგებ ისარკესთან და ვისმევ საღებავებს. ზოგჯერ ერთად ვიპრანჭებით მე, დედიკო და ჩემი დაიკო. გაპრანჭვის მერე სტუმრობა მიყვარს ილონა ბიჩოლასთან. ჩემი ოცნება არის, რომ მქონდეს ბევრი ახდენილი ოცნება. ბედნიერება არის თოვლი და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.